Დაკავებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი. სუსის ყოფილ უფროს გრიგოლ ლილუაშვილს 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ის დღეს ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. სუსის ყოფილი უფროსი პროკურატურაში დილით გამოკითხვაზე თავად მივიდა და ახლობით 1 საათში კი გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საზოგადოებას მისი დაკავების შესახებ ბრიფინგით ამცნო. გვარაკიძის თქმით, ლილუაშვილს ქრთამის აღება პროკურატურის წარმოებაში არსებულ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში ედება ბრალად. ერთ-ერთი ეპიზოდი ბაგა ბაღებს და ეგრეთ წოდებულ ატკატებს შეეხება. გრიგოლ ლილუაშვილი თავისი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით ქრთამის აღების სანაცვლოდ მფარველობას უწევდა თავის მეგობარს, თბილისის მერიის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს კახა გვანცელაძეს, რომელიც საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებაში მეწარმე სუბიექტებისგან ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხებს, ეგრეთ წოდებულ ატკატებს იღებდა. ლილუაშვილი გვანცელაძის ხსენებულ დანაშაულებრივ სქემაში კახაბერ გვანცელაძეს ჩართული ჰყავდა სააგენტოს ფინანსური აღრიცხვისა და გაანგარიშების, ასევე მონიტორინგის თანამშრომლები. ყველა მათგანის მიმართ გამოტანილია დადგენილება ბრალდებულის სახით სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. სისხლისამართ საქმეზე ჩატარებული ასეულობით საგამოძიებო მოქმედება. მათ შორის დაკითხულნი არიან მოწმეები, რომელთა ჩვენებებითაც დასტურდება გრიგოლ ლილუაშვილის და სხვათა მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. ასევე ამოღებულია დანაშაულის დამადასტურებელი სხვადასხვა მტკიცებულება, მათ შორის ვიდეო და აუდიო ჩანაწერები. კიდევ ერთი ეპიზოდი თაღლითურ კოლ-ცენტრებს ეხება. გენერალური პროკურორი ამტკიცებს, რომ 2021-2023 წლებში ქვეყანაში არსებული რამდენიმე ათეული კოლ-ცენტრიდან დიდი უმრავლესობა ეკუთვნოდა პირთა ჯგუფს, რომელიც მიღებული შემოსავლებიდან სხვადასხვა ოპოზიციურ მედია საშუალებას აფინანსებდა. კოლ-ცენტრების შედარებით მცირე ნაწილის ძირითადი მფარველი კი გრიგოლ ლილუაშვილი იყო. პროკურატურა მუშაობს ვერსიაზე, რომლის თანახმად სუსის ყოფილი უფროსი უზრუნველყოფდა არ გამჟღავნებულიყო კრიტიკული მედიის დამფინანსებელი კოლ-ცენტრების არსებობა. სანაცვლოდ კი არასახელისუფლებო მედია არ აშუქებდა ცნობებს ლილუაშვილის მფარველობის ქვეშ არსებულ თაღლითურ კოლ-ცენტრებზე. არადა 2022 წელს სწორედ გრიგოლ ლილუაშვილმა უჩივლა სასამართლოში ოპოზიციურ არხებს კოლ-ცენტრებთან დაკავშირებით მომზადებული სიუჟეტების გამო. მაშინ სუსის ყოფილმა უფროსმა დავა სამივე ინსტანციის სასამართლოში მოიგო. კოლ-ცენტრების შედარებით მცირე ნაწილის ძირითადი მფარველი იყო გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც ამ საქმიანობას მისი ნათესავის სანდრო ლილუაშვილის მეშვეობით ახორციელებდა. აღნიშნული დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამის სახით სანდრო ლილუაშვილის შუამავლობით დაახლოებით $1,365,000 ამერიკული დოლარი მიიღო. საზოგადოებას აქვე ვაცნობებთ, რომ ხსენებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, გამოძიება დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა პირების მიმართ მტკიცებულებების მოგროვებასთან ერთად ინტენსიურად მუშაობს ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც გრიგოლ ლილუაშვილი სხვა თანამზრახველებთან ერთად უზრუნველყოფდა, რომ არ გამჟღავნებულიყო ოპოზიციური მედია საშუალებების დამფინანსებელი თაღლითური კოლ-ცენტრების არსებობა, ხოლო თავის მხრივ ოპოზიციური მედია საშუალებები არ აშუქებდნენ ინფორმაციას ლილუაშვილის მფარველობის ქვეშ არსებული თაღლითური კოლ-ცენტრების არსებობის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს ინფორმაცია გააჩნდათ. გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ ბრიფინგზე კიდევ ორ ეპიზოდზე ისაუბრა, რომელშიც გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად უკვე ციხეში მყოფი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძეც ფიგურირებს. 2022 წლის ოქტომბრის თვეში მან თურქი ინვესტორი ჩაღათაი ულქერისგან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის იმჟამინდელი პირველი მოადგილის რომეო მიქაუტაძის მეშვეობით ქრთამის სახით აიღო $1 მილიონი ამერიკული დოლარი, რათა მას ლობირება გაეწია ქარის ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებისათვის. მეორე ეპიზოდი. 2022 წლის თებერვლის თვეში ამ შემთხვევაშიც რომეო მიქაუტაძის მეშვეობით კომპანია ექსპრეს სერვისი 2008-ის დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიას გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა და გამოართვა $1,500,000 ლარი. გრიგოლ ლილუაშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაახლოებით დილის 11-ის მივიდა. სუსის ყოფილმა უფროსმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ არ იცოდა რომელ საქმესთან დაკავშირებით სურდათ მასთან დეტალების დაზუსტება. ღვთისნება ყველაფერი, ასე უპასუხა ლილუაშვილმა ბრალის შესაძლო წარდგენაზე ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას. ერთობა რაღაც დეტალები აინტერესებთ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, არ ვიცი. რომელ საქმეზე, რა შეჭრობ, ბატონო გრიგოლ, რომელ საქმეზე? ვერაფერს მართლა არ ვიცი. რა თქმა უნდა.
არ ვიცი რა საქმეა და ჩვენება არ მიმიცია როს. პირველად ხარჯ პროკურატურაში? პირველად ხო გაიგებდით ამდენი ხანი, ხო? როგორც დღეს გაიგეთ, ისე გაიგებდით. არ ვიცით, ვერ გეტყვი. ბატონო გრიგოლ, გამორიცხავთ რომ შესაძლოა აქედან გამოსულს ბრალიც აკითხენო? ცისნებაა ყველაფერი, ვეაფშე გამოვიწყე. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დადანაშაულებული სუსის ყოფილი უფროსი დაკავების შემდგომ ზაჰესის იზოლატორში გადაიყვანეს. პროკურატურა გრიგოლ ლილუაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს. პროკურატურის დატოვების შემდგომ ლილუაშვილის ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაკავებას არ ელოდებოდა. ორი თვეა დაახლოებით გასული შხრეკიდა, რომელიც მის სახლში ჩატარდა და ამ ხნის განმავლობაში მას არც საცხოვრებელი სახლი დაუტოვებია და არც ესე იგი გამოძიებასთან დამალვა არ უწია და ბუნებრივია ის თვითონაც არის დაინტერესებული რეალობაში გაერკვევს და ამ კუთხით ჩვენ რა თქმა უნდა ყველა ღონისძიებას კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებას რა თქმა უნდა გირაოს ალტე ჯერ უყურეთ პროცედურა ჯერ არ ვიცით რა პოზიცია გვექნება ბრალთან დაკავშირებით იმის და მიხედვით ბრალთან რა პოზიცია გვექნება იმიტომ რომ თუ ადამიანი თავს დამნაშავედ არ ცნობს იმან გირაო კი არა საერთოდ ადვოკატი ვალდებულია რომ მოითხოვოს მისი გათავისუფლება თემასთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება ქართულ ოცნებაში. ივანიშვილის გუნდის წევრები, რომლებიც ახლო წარსულში მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ლილუაშვილის კოლ-ცენტრებთან კავშირებზე უარყოფდნენ, ახლა მის დაკავებას პროპაგანდისტული მიზნებისთვის იყენებენ. ამტკიცებენ, რომ მსგავსი საქმეები მხოლოდ ქართული ოცნების სიძლიერეზე მიუთითებს და რომ ისინი კორუფციას არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც ებრძვიან. გამოძიება მიმდინარეობს ყველა მიმართულებით. ახლა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მე დამატებით ვერაფერს ვერ ვიტყვი, დაველოდოთ გამოძიებას და ყველა კითხვაზე გამოძიება გასცემ შესაბამისად. ჩვენ მივესალმებით ზოგადად კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება. ზოგადად მსოფლიოში გამოწვევა არის და რა თქმა უნდა სასიამოვნოა რომ შესაბამისი უწყებები დგამენ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომ პრევენცია განხორციელდეს და თუ ვინმეს რაიმე დანაშაული აქვს შესაბამისი მოქმედებები მოხდეს. ბატონო ვერ გეტყვით, დაველოდოთ გამოძიებას. ხო მე და შე რატომ უნდა ვიმჟელოთ ამასთან დაკავშირებით? სწორედ ეს აჩვენებს გუნდის სიძლიერეს, რომ მას აქვს უნარი, რომ მათ შორის თუ კი გუნდის წევრების მხრიდან იყო რაიმე გადაცნობები, ესეც გამოავლინოს. როგორც ჩანს, იკვეთება სქემები, რომლითაც კორუფციული და უკანონო თანხებით ფინანსდებოდა რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტული მედია. ასე რომ მე ამაზე დავფიქრდებოდი, თუ რასთან მქონდა საქმე, როგორც ჩანს, არა, ესეც გვაფიქრებინებს ჩვენ, რომ მათ შორის რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტული მედიაც, როგორც ჩანს, დაკავშირებული ან შეთანხმებული იყო ასე დროს იმისთვის, რომ შესაბამისი მედია გაშუქება ჰქონოდა ან არ ჰქონოდა რაღაც საკითხებს. ასე რომ ეს საინტერესო დეტალი არის, რაზეც დღეს პროკურატურა მისაუბრა, იმედია რომ კიდევ უფრო მეტ დეტალს გავიგებთ ამასთან დაკავშირებით. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თქმით, ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავება არა კორუფციასთან ბრძოლით, არამედ შიდა კლანური დაპირისპირებით არის გამოწვეული. ოცნების ოპონენტების თქმით, რეჟიმი უკვე თავად აღიარებს, რომ ქვეყანას წლების განმავლობაში კორუმპირებული ხელისუფლება მართავს. ეს არ არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, რისი დახატვაც სურს ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას, ეს არის კლანური დაპირისპირება და კლანებს შორის ბრძოლა. მეორე მხრივ ის ყურადღება უნდა მივაქციოს იმ ფაქტს, რომ გვეუბნებიან, რომ წლების განმავლობაში კორუფცია იყო რუსულ რეჟიმში ამ შემთხვევაში და ქართულ ოცნებაში მოდებული თავიდან ბოლომდე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, პრემიერ-მინისტრი, ორჯერ პრემიერ-მინისტრი, სხვადასხვა მინისტრები, მინისტრის მოადგილეები, სრულიად ქართული ოცნება ყოფილა წლების განმავლობაში კორუფციაში ჩაფლული. მაგრამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა სად არის პირველ რიგში? სამართლებრივი ცალკეა, რასაც ობიექტური გამოძიება ჭირდება, პოლიტიკური პასუხისმგებლობა სად არის და ნახეთ 1 წლის უკან, 2 წლის უკან, 3 წლის უკან როგორ ხოტბას ასხამდნენ ამ ადამიანებს თითოეულს და როგორ ქვეყნის გადამრჩენებს უწოდებდნენ, რომლებიც დღეს საუბრობენ, თურმე ესენი ყოფილან კორუმპირებულები, კორუფციასთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიები ჩვენ არაერთხელ საუბრობდით, რასაც კატეგორიულად უარყოფენ. არ არის გამორიცხული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში გრიგოლ ლილუაშვილის სხვა დანაშაულებიც გამოვლინდეს. ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა ბრიფინგზე თავად განაცხადა და თქვა, რომ მასთან ერთად სავარაუდო დანაშაულებში მონაწილე პირების დადგენა დაკავების მიზნით შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.